Salami nebo Simana siharulisa Olacaralı khvali nebo Kekulus gazapahulisa Olacaralı khvali nebo Kekulus gazapahulisa Gulcaralı khvali nebo Kekulus gazapahulisa Odesi Abati თქვენ პასპორტისათვის თუ? არა, მაგისათვის არ მოსულვარ. მე სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან ვარ. დიახ. გამარჯობათ. გამარჯობა. იცით რა, მე თქვენთან რამოდენიმე შეკითხვა მაქვს. დიახ. ძირითადში მაინტერესებს როგორ ატარებთ თავისუფალ დროს. მე? დიახ, ჩვენი მიზანია შევადგინოთ ანკეტა თქვენი პროფესიის ადამიანებზე. და როგორც უკვე მოგახსენეთ, მაინტერესებს როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, თქვათ, მოგწონთ კინო, სპორტი, ტელევიზია. ბოდიში ეს თქვენ თავად გადაწყვიტეთ თუ ხართ როგორ მაგონებთ ვიღაცა? რა ბრძანეთ? ხო არაფერი, ესე იგი ეს თქვენ თავად გადაწყვიტეთ? არა, ეს ოფიციალურად მე ხელმძღვანელმა გამომგზავნა. მაპატიეთ, მაგრამ მე უნდა ვიცოდე ვინაა ეს ხელმძღვანელი, რა კაცია. ნეტა ვის გევხართ? მე ვარ ვინმე? ხო არა, არაფერი. ესე იგი ეს ხელმძღვანელი რა კაცია? რა, ხელმძღვანელი ხომ არ მოიყვანა? არა, ბატონო, არა, მოყვანა რა საჭიროა. ორიოდე სიტყვით დამიხასიათეთ. რომ წარმოდგენა მქონდეს, ესე იგი ფაქტიურად ვისთან მაქვს საქმე? ნუ, აბა როგორ გითხრათ, ახალგაზრდა კაცია, ახოვანი, ენერგიული. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, ჩვენ რამდენიმე თანამშრომელი მიგვაბარეს და ჩვენთან მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო ჯერჯერობით. ისმით? კარგი. ესე იგი მუშაობა ძალიან კარგად დაიწყო. დიახ. ჩემო კარგო, მარშალმა ედმონდო ბეტანკურმაც შვენივრად დაიწყო, მაგრამ როგორც დაამთავრა ძალიან კარგად იცით თქვენს და მეც. ვინ მარშალე? ვინდა ბეტანკური, აბა აურელიანოს ქელი. დედა. რაში ასეთ? აქამდე როგორ ვერ მივხვდი კაცო. იცით თქვენ ძალიან გევხართ აურელიანოს ქელს. მეს ქელს? არა, სანამ გასუქდებოდა. როგორ გევხართ კაცო, პირდაპირ საოცარია, საოცარი. როგორ გევხართ. გაგიკვირდა მარშლის ბიძაშვილის შვილს, აი დიეგომ რომ გამოიჭირა. ვერ გაიხსენეთ? ეულალიას ქმარი. არა ბატონო, არ ვიცი. არ ვიცი რა საუბრობთ. არა, საოცარი რა არის, იცით, სწორედ ასეთი მყავდა წარმოდგენა ყმაწვილკაცობაში, როგორც ახლა თქვენ. რა უცნაური დამთხევაა ეს. აი, თქვენ ახსნით ამას? იცით რა, ჯობია მე წავიდე, იმიტომ რომ მე მგონი თქვენ ცოტა ნასვამი ბრძანდებით. მე არა, მე და ნასვამი ეგჯერ არ მომხდარა სამაურ შეიძლება. ესე იგი თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ. არ წამიგითხავს მეთქე ბატონო გითხარით. შეუდგეთ საქმე? კი ბატონო, დავბრძანდით. დავბრძანდით, ოღონდ ერთი შეკითხვაც მაქვს. არც ანსელმოიანი რომანი? არა. ლოსას მარიო ვარგასის, არა? არა ბატონო. ბედნიერი კაცი ყოფილხარ, ბედნიერი. რატო? თქვენ იცით წინ როგორი ბედნიერება გელით სამწუხაროდ მე ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. რა ბედნიერებაზე ლაპარაკობ? პირველად წაკითხვის. მოითმინეთ, ესე იგი რა გამოდის თქვენ სამხრეთ ამერიკის ლიტერატურას? ბოლოს გამოდის ის რომ რესპონდენტი თქვენ ბრძანდებით და არა მე. მე უნდა გკითხო და თქვენ რატომ ეკითხებით, ვერ გავიგე. რესპონდენტი რა არის? რესპონდენტი ვისაც ეკითხები. და კი ეს თქვენ ახართ, თქვენ გემატებათ, ოღონდ თავში. და გამოდის კორესპონდენტი. არა, ბატონო, მე კორესპონდენტი არ გახლავთ, მე ინტერვიუერი.
ინტერვიუერი ვარ მე, ინტერვიუერი. კარგით ბატონო, მკითხეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ფოტოგრაფი თქვენ ბრძანდებით რა? დიახ ბატონო. თქვენ რიგში ხართ? არა, თქვენ პასპორტისათვის გნებავთ თუ მანდატისათვის? გაბრძანდით. ბოდიში ახლა. მანდატისათვის კი ბატონო, ეხლავე. აბა. ოი, კი მაგრამ მანდატისათვის თუ გნებავთ ეს გალსტუკი აუცილებელია და, მე 1 წამი თუ შეიძლება თქვენის გალსტუკი მოთხოვე. მხოლოდ 1 წამი. კი ბატონო. მე დაგეხმარებ. არა უშავს. გმადლობთ. არის. აბა. დაიძიეთ უკან. ასე. ხოდერის ეს. კარგი. აბა, მოიმზადეთ. თავი მაღლა ასიეთონა. ოდნავ დაბლეგნა მეტალია. და ცოტა მარცხნი. კარგია. არ გაინძრეთ ახლა. მოიმზადეთ. ფოლები ზევით, ჩემსკენ, ყურადღება, იღებ. გმადლობ. 70 კაპიკი მომზადეთ კეთახვა. გვარი. ამაშვილი, ინები. ესე იგი ხვალ არა, ზეგ მომბრძანდებით 3 საათზე. კარგად ზონდებოდეთ. ეხლა თუ შეიძლება ეს გალსტუკი გამინასკვეთ, მე ამის განასკვა არ ვიცი. რა სამწუხაროდ არც ნაგვიც. დაუშლია ეს. აი გარაფერი. ბოდიშსკი ვიხდი თქვენთან, მაგრამ მოხედავთ, აი სამუშაო საათებია და შევუდგეთ. დიახ. გვარი. გვარი? ჩემი ალბათ რა. კეჟერაძე. სახელი. ვასიკო. ესე იგი ვასილი. ეს კო. და მოვიწყდა კო ხომ თქვენია, კორესპონდენტი. ბატონო, მე კორესპონდენტი არა ვარ მეთქი, გითხარით. მე ინტერვიუერი ვარ. დიახ, ბოდიში მაგათი. დაბადების წელი. 24. 1924. მე მგონი 1900-ი. სქესი. ვასილი მქვია ბატონო. მამრობითი. პროფესია. ფოტოგრაფი. არა, სხვათა შორის ჩასწერეთ მხატვრული ფოტოგრაფი. მხატვრული? დიახ, აი, შეხედეთ და დაწუნდებით. მხატვრული. გეთქვათ თავიდან მაშინ. მხატვრული. კარგი, გიყვართ თუ არა თქვენი საქმე? ისე რა ახლა რომ თქვა გაგიჟებული ვარ მეთქი? რატო? რატომ? ნუ კითხვა ასეთი აქ. რატომ? თუ არ გიყვართ მაგათაც რატო? გავიგე. იცით. მე ძლიერ მიყვარს ლიტერატურა. ლიტერატურა? ეს ფოტო, ეს სპეციალური? არა. ხატრული ლიტერატურა. კი ბატონო, მაგაზედაც მივალთ, მაგ ტიპის შეკითხვები შედის აქ ანკეტაში. არა, მაგაზე კი არ მივალთ, არამედ მაგით იწყება და მაგით მთავრდება. რა მთავრდება? რა და აი თქვენი შეკითხვები ჩემისთანა რესპონდენტისათვის. ჯერთი აბა რა იცი თქვენ, მე აგერ ახლა უნდა კითხო თუ როგორია თქვენი ბინის კომუნალური მომსახურებების პირობები, თქვათ. კარგი, ცუდი თუ საშუალო? და რა შუაში იქნება აქ ლიტერატურა და თანაც ასე ვიწრო გაგებით, მხოლოდ მხატვრული. მოიწმინეთ როგორ ბრძანეთ მხატვრული, ესე იგი ვიწრო გაგებით რა. დიახ. იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ გამაჩნია ცენტრალური გათბობა, მაინც მაქვს ძალიან კარგი პირობები, გნებავთ კომუნალური დაარქვით ამას და გნებავთ. რაც გინდათ სხვა. ეს როგორ?
როგორ ბატონო და მაქვს ციგნების ორი უზარმაზარი კარადა. თაროები. მოხერხებული სავარძელი. ტორშერი ხარზემოთ ნათურა. არა, ბატონო, ეს კომუნალური პირობები არა. სხვათა შორის გააჩნია. ესე იგი, როგორ ბრძანეთ მხატვრული, ესე იგი ვიწრო გაგებით, არა? დიახ, ვიწრო გაგებით, იმიტომ რომ არსებობს ლიტერატურა, ვთქვათ, დოკუმენტური, მეცნიერული, პოპულარული და ბოლოს სახელმძღვანელი. რას მელაპარაკებით? ის ბროშურა გამოგრჩათ, ბატონო. თუნდაც ბროშურა. კარგი, კინოფილმები თუ გიყვართ? არა. რატო? დაფინანსებული კონკურენტია და იმიტომ. ვისი, ბატონო, ვისი, ამიხსენეთ რას? არ მომწონს გონებაზე მეტად თვალს ახარებს. ნუ კარგით, მაშინ როგორი ფილმები მოგწონთ განსაკუთრებით? ტიტრებიანი, ბატონო. არის ეს ტიტრებიანს ხომ არ ჩავწერე. სრული პასუხი არ შეიძლება. არა, მოითმინეთ, დაბრძანეთ, რატომ აღელვდით რას? მე ბოდიშხტი შეიძლება რაიმე ისეთი თქვი, მაგრამ არა, მაგაში არის. არა. მაგას თქვენია. სრული კითხვა. განვაგრძოთ და განავაგრძოთ. გის პაპატი. როგორი ყოფილხარ? მოდაზე რა აზრის ბრძანდა? ესე იგი, როგორი ტანსაცმელი მოგწონთ უფრო? ფართო ჯიბიანი ჩიმოგარგო. ეს როგორ თუ ფართო ჯიბიანი რისთვის? რას ნებისმიერი წიგნი რომ ჩაეტიოს იმისთვის. თქვენ ბევრი თავისუფალი დრო გეკარგებათ ალბათ. ბიოტისოდენადაც არა ბატონო. ეს როგორ? არა, მე არ მესმის რატომ უნდა დავკარგო ეს დრო რა. აუცილებელია თუ რა შეიძლება. არა. თქვენ ვერ მიმიხვდით. ნუ მე ვიცი რომ თქვენ არ გინებთ დროის დაკარგვა, მაგრამ თქვათ ხომ უნდა იმგზავროთ ტროლეიბუსით ან ავტობუსით, შეიაროთ გასტრონომს ან მაღაზიაში. თქვათ ისაუზმოთ და ამას ყველაფერს დრო ჭირდება. მაპატიეთ, მე კი არა, თქვენ ვერ მიმიხვდით. მე სრულიადაც არ დავკარგავ დროს თუ დავდგები რიგში ამ ტრამვაით თუ იმგზავრებ. რატო? რატომ შემოკარგო და აი თქვენ ლიტერატურის სიყვარული მარტო წიგნის კითხვა გონია. მაგრამ რასაც წაიკითხავ, იმას გააზრება ხომ უნდა. არა? ახლა დიდი ამბავი მე ტრამვაიში დავჯდები თუ დავდგები, სხვათა შორის ყირამალად გომის დროსაც შეიძლება ფიქრი. რაზე უნდა იფიქროთ, მაგალითად ყირამალად. რასაც წაიკითხავ იმაზე, ან რაც გაგახსენდება იმაზე. და თუ ხასიათზე არ ბრძანდებით, მაშინ როგორ იქნება? სწორედ მაშინ უფრო საჭიროა, როცა ხასიათზე არ ახ. და მაშინ უფრო საჭირო რატომაა? ხასიათზე რომ მოხვიდე, ჩიმოგავ. გამოიხედეთ ეს. როგორ გიხარ? აურელიანოსკას. ხომ არ გეწყინებათ აურელიანო რომ დაგიძახოთ. შეიძლება დაიცავით ეტიკეტი. ჯერ ერთი მე თამაზი მქვია, მე რა შუაში ეს ვიღაც აურელიანო და თანაც სქელი. მაპატიეთ ბატონო თამაზ, მაპატიეთ. იცით რა, ბატონო თამაზი, ადამიანს ერთი გასაოცარი თვისება აქვს. წარმოგიდგენია, თურმე გომბეშო, აი ჩვეულებრივი გომბეშო უმოძრავ მწერს ვერ ხედავს. და მხოლოდ მაშინ შენიშნავს თვალწინ თუ ჩაუფრანს და მაშინვე გადასანსლავს. გაიგეთ? და თუ შორიახლო ეს მწერი არა, მაშინ გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, თუ სადმე მწერი გაჩნდა. თურმე ასე იმიტომაა მუდამ რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება. იმიტომ რომ ტვინი მეტად მარტივად აქვს მოწყობილი. ამ გომბეშოს. და აი ადამიანი კი, ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, არ დაინახა, არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება. ახლა თქვენ რო ბრძანეთ, რა ისეთი გაჭირვება რიგში დგომა და დროის დაკარგვა იდექ შენთვის და იფიქრე რა ფიქრს ვინ დაგიშლის, შეიძლება მუდამ იფიქრო. თქვენ საერთოდ რა ბატონო,
გიფიქრიათ როდეს? აი მე ბოდიშვიხტი მე თქვენ ძალიან გთხოვთ ერთი წამით დახუჭეთ თვალე. მხოლოდ ერთი წამით. რა შეიძლება? არა, ერთი წამით დახუჭეთ. კი ბატონო. აი ახლა წარმოიდგინეთ, ну რა ვთქვათ, ყველაზე კარგი რამ რაც გადაგხდენიათ. აი თუნდაც თქვენი ბავშვობა წარმოიდგინეთ, ლაღი, უდარდელი, უკან გადავარდით, ერთ რამ და აზრობრივად უკან გადავარდით. წარმოიდგინეთ, ა? ვერა. გაახილეთ თვალე. ეს კლიმია, ჩემი თანაშემწია. გავარჯი. ასე. რა, კალმისთას გაზდი? ნუ ესე ცოტა. ცეცხლია, ცეცხლი. აი ინებ. მადლობს. ხოდა იმას მოგახსენებდით ახლა კაცო, რამდენი თამაზი ჩემო, რამდენი საინტერესო რომანია. მაგალითად თუ წაგიკითხავთ რომელი ერთი კითხოთ აღარც ვიცი დავიბენ, რომელი ვკითხო კლიმ? მადამ ბოვარი. ო, კარგი ახლა კაც, მადამ ბოვარი ვის არ წაუგ? ნუ კარგით, აი მადამ ქალბატონი ბოვარი იყოს, წაგიკითხავთ ალბათ. არა, არ წამიკითხავ. მადამ ბოვარი. არ წამიკითხავს მეთქი ბატონო. სულ. არა ახლა მაგ პასუხისათვის რომ შეგაქოთ, მე მგონი არ ვიქნები გულწრფელი, ხო? მე მგონი არა. მაშინ არაფერს არ გეტყვი. არა, წავიკითხავ. ასე. ახლა შეიძლება თუ არა რომ განვაკეთო. კი ბატონო, სიამოვნებით, მხოლოდ ერთი სწუთით კლიმ. აი ესენი სასწრაფოდ გასამჟღონებელი და დასაბეჭდია. გისმენთ ბატონო? მოგწონთ თუ არა ცხოვრება? მომწონს თუ არა ცხოვრება. ეგ გააჩნია იმას იმ დღეს როგორი ავტორი შემხვდება. კარგით. აი რომელი მეცნიერება გიტაცებთ უფრო? ესე იგი მიყვარს რა? დიახ. სიმართლე გითხრათ, მიძნელდება მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა. მიცით მეცნიერებაში საკმაოდ კარგად ვერ გვი. შეიძლება ჯერ ის გითხრათ, რომელიც არ მიყვარს. აი თქვათ მათემატიკა. შეიძლება? რა იყო კლიმ? მართლა ჩემ ეს ვის სახია? ეს ვისი სახია? არა, ეს წარმოუდგენელია. შეხედეთ, როგორი თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, აი, ხვდებით რა არის თვითკმაყოფილება? წარმოუდგენელია, საოცარია. ახლა რა უნდა ირწმუნო ამ კაცის, ნეტა ვინა? რას წარმოადგენს, როგორი იქცევა სახლში, სამსახურში? ხო, იცი რა კლიმ კიდევ დაბეჭდეს სურათ და აქ ჩამოვიდოთ სამე თვალნათლივ ადგილას. გესმის, მაგის შემხედვარე ყველა მიხვდება თვითკმაყოფილება როგორი ცუდია. აი რა ხდება ჩემო. დიახ, იმას მოგახსენებდით. ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა? დიახ. მაგრამ ყოველთვის არაა ასე. აი ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვანთ ხოლმე მე თქვენ. აი თქვათ ქუჩაში დგას, ну აი ასეთი ვაჟბატონი ახლა რომ სურათი ვნახეთ ეს ნაფუფუნებარი, თვითკმაყოფილი. და გვერდით კი უდგას რომელიმე დიდი მწერალი. რომელი გითხრათ ახლა? კლიმ რომელი ვკითხო? რომელიმე დიდი მწერალი და მის სახელი? სერვანტეს. ну მაგაზე უკეთეს რაღაც მეტყვეთ. ხო და აი დგანან ერთად. ეს სერვანტესი მარ. ჩამოძენძილი, უნებურად ამაყი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი. და გვერდით კი უდგას ეს ვიგინდა რა ეს. და თქვათ ამ დროს ჩამოიარა მაშინდელმა ჩამორჩენილმა, რომელიმე ჩამორჩენილმა, ანდა შესაძლოა ნიჭიერმა მათემატიკოსაც კიდე როცა კითხავენ ამ მათემატიკოსს, რამდენი კაცი დგას ქუჩაში? უპასუხებს 2, ხო? ალბათ. მე ახლა მე თქვენ გეკითხებით ეს პასუხია, პასუხია? ეს იგი რას ნიშნავს 2? ის და ეს, რაც ახლა ნახეთ. ეს იგი 1 + 1. არა ჩემო კარგო. ყოველთვის არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება. თქვენ ალბათ კრებებზე გამოსვლა გიყვართ, არა? საიდან აიღეთ ხარგი? არა, მე საერთოდ
ჩვენ ფოტოგრაფებს საერთოდ იშვიათად ვიწვევენ კრებებზე და თუნდაც ყოველდღე იყოს მე მაინც არ გამოვალ სიტყვით. იცით რატომ? რატომ? მე არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა ხასიათისა და განათლების ადამიანებს. აი როგორ შეიძლება ერთნაირად მიმართო თქვათ ორ ადამიანს რომელთაგან ერთს არ წაუკითხავს ვთქვათ რომელიმე დიდი მწერალი. ნუ არ წაუკითხავს სტენდალი. მაგრამ მეორეს კი გადაბულბულებული აქვს. ეხლა როგორ მივმართო ამ ორს ერთნაირი სიტყვებით ამხანაგებო, მეგობრებო. თქვენ ძმისშვილი გყავთ? ეს ამკეთ. ხო, მოსმენია. არა, ძმისშვილი არა. გასაგები. არა, საცოლე კი გაგიხარია მყავდა. მაგრამ იმის შემდეგ მე ცოლს ვეღარ შევირდა. გინდათ კი ამბობთ. თამაზი. ისე უყვარდი. ისე მიყვარდა. ვიზედაც უნდა იმაზე გავეცვალე. სულ ერთი ეს. იქნებოდა ეს ვთქვათ. ტანმორჩილი, გამხდარი, ინტელიგენტი, თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი, თუ მუშა, თუ გნებავთ ფიზიკოსი, ლირიკოსი, ვინც გინდათ ის ყოფილიყო, მაგრამ არა. არა, სწორედ იმას მანაცვალა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიდა. თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას. ჩამოიარა ერთ დროს ამ ჩემმა საცოლემ საიდუმლო ნარევი შორეული სილამაზით ახსავსე. როგორიცაა სიტყვა მოისფრო და გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე როგორიცაა სიტყვა გავცეხი. მე კი განზევიდე გზედმეტი როგორც სიტყვა მაშასა და მე. თამაზი ჩემო. აი ესე. იცით რა მე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ხელმძღვანელი მევედება. უნდა წავიდე. ახალგაზრდა რა. ენერგიული. რა სიზამხულით არ დაგავიწყდა. ის მოვუთ. თამაზი. თქვენ ისე მოხვალთ ჩემთან. მე? არა, ალბათ უკვე არა. აი ნახავთ ვარ მოხვალ. რატომ გონიათ ეს? შეიძლება ასე დავშორდეთ ერთმანეთს. ჯერჯერობით ჩვენი საუბარი იუმორისტულ ჟურნალში დაბეჭდილ მასალასგან. როც მე მგონი ჩვენ უკეთესი საუბარი აღარც გამოგვიყვება. აი ნახავთ თუ უკეთესად არ ავლაპარაკთ. ნახვამდის თამაზი. შევიდეთ.
როგორაა საქმეები? მეც მე მგონი კარგად. მე უკვე შეუდექი საქმეს და მასალებიც მოვიტანე. კაი კაც. დიახ. მოგაჩერე. ეხლა. ელებით. ოჯა? ამდენი როგორ მოსწარე? ეს ვცდილობთ. ძალიან კარგი. ასანთი ხომ არა გაქვს? ასანთი არა. ისა გავა გიჟი. არა. ისედაც თავის განებებას ვაპირებ. კომუნალური მომსახურება ორად კი არ უნდა დაგეყო, როგორც ეს შენა გაქვს. კარგად სულ ქვეჯუქებათ, არამედ სამად. პირველი უზრუნველყოფილნი საერთო კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა, გაზი, აბაზანა, ცხელი წყალი, ცივი წყალი. მეორე უზრუნველყოფილნი ძირითადი კომუნალური მომსახურებით, როგორიცაა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ცენტრალური გათბობა. და მესამე უკანალიზაციოები. უკანალიზაციოები. საერთოდ რატომ მოხდენი დავასე? არა, ესე სულ არ გემუშავია. ასე თუ გაგრძელებ ძალიან კარგი იქნება. როგორ არიან თქვენები? მადლობთ, კარგად. არა უშევთ. მაგე. მე მაქვს აქ კიდევ ერთი 15 ანკეტა უკვე შევავსე. ამასაც ნახავთ. კარგი იქნება იმედად. კი, მაგრამ როდის მოასწარი ამდენი? ოჩახ. აი, მესმის. ანკეტათა საერთო რიცხვი შესაძლოა ერთით მეტიც ყოფილიყო, მაგრამ სწორედ იმერთან გაჭირდა მუშაობა და და თავი გაანებე, ხო? დიახ. სწორადაც მოქცეულ ხარ. თუკი რესპონდენტი თავს არიდებს მიცემულ კითხვებზე პასუხის გაცემას, შენც თავი უნდა გაანებო და სხვაზე უნდა გადახვიდე. რესპონდენტების მეტი რა? არა, ისე ძალიან უცნაური კაცი იყო, ყველაფერს მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის კუთხით უდგებოდა. ლიტერატურული კუთხით? დიახ. ეს როგორ? აი, მაგალითად მითხრა, რომ ძალიან კარგ კომუნალურ პირობებში ვიყოფები, რადგანაც მაქვს წიგნების კარა და თაროები და ნატურაო. ესე იგი, არსებია რა არის კომუნალური მომსახურება. დიახ. საინტერესოა. კიდევ? მოდაზე ვკითხე რა აზრის ბრძანდებით მეთქი. მომწონსო? აჰა. ოღონდ ფართო ჯიბეებიანი, დიდი წიგნი რომ ჩაეტიოს. თუ, ხოდა თქვენ. საინტერესოა. კიდევ? მითხრა, რომ არ უყვარს მათემატიკა. რადგანაც მწერალი სერვანტესი და ვიღაც ვიგინდარა სრულებით არ ნიშნავს ორს. და რომ ვიღაცა კაცმა წაართვა საწოლე, რომელიც სახეზე წააგავდა სიტყვას გავძეხი. საინტერესოა. კიდევ რა გითხრა? სხვადასხვა ასეთი რამე თქვა, რომ ის სრულებით არ კარგავს თავისუფალ დროს. რადგანაც თქვა, აი გაჭედილ ტრამვაიში ან ტროლეიბუსში მგზავრობისას ფიქრობს. და ფიქრობს ისევ და ისევ ვიწრო გაგებით. მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას. აჰა. და არ მეკარგებაო დრო? თქვენ წარმოიდგინეთ არაო. ეს შესანიშნავია. შესანიშნავია. აი, ინდივიდი მესმის. თქვენ თუ გესმით, რომ ჩვენ გადავაწყდით პერიმეტრიულად ისეთ მკვეთრ, მკაფიოდ გამოსახულ ინდივიდს, რომელიც შეძლებდა ეპასუხა ისეთ კითხვებზე, რომლის წიაღისაა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სფერო. და განა მხატვრული ლიტერატურა ხელწამოსაკრავია როგორც ასეთი. განა მხატვრულ ლიტერატურას არ ემსახურებოდნენ კალმით, ტოლსტოი, გერცენი. დაბრალებული და საერთოდ ამ ქვეყნად გამოჩენილი პირები. საინტერესოა, რესპონდენტი დიახას რომ რთული კითხვებისთვის ააზერ გამოჭრილი. საინტერესოა ახლა ადგილზე თუ იქნება, აბასად იქნება თუ არა იქ? არა, მე მგონი იქ უნდა იყოს. ჯერ რამდენიმე მარტივ შეკითხვას მივცემ ლიტერატურის სფეროდან. შენ ლაპარაკში არ უნდა ჩაერიო. ერთმა გადაბრუნებულმა სიტყვამ შეიძლება საქმეს გააფუჭოს. გასაგებია? რა თქმა უნდა. თვალებში არ უნდა შეხედო რესპონდენტს, თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს. არა, ის თავს უხერხულად არ იგრძნობს, ქვეყანა რომ ამოტრიალდეს. რატომ? ის რაღაც ისეთი უცნაური კაცია, მე
აი საინტერესოა ეს. წავიდეთ. ასე კარგი, ისა გალბატონო თავი ზემოთ ასწიეთ, ოდნავ ზემოთ. ასე ეხლა ოდნავ მარცხნივ გაიხედეთ. აჰა, ასე. ძალიან კარგი. ერთი სუთით. აი ასე. გაიღიმეთ თუ შეიძლება. აჰა. საერთოდ მიიძაბებით, ნუ ღელად. იცით რა, მოდით აი გაიხსენეთ რაიმე ღირსახსოვარი. თქვენი ცხოვრებიდან. აი თუნდაც ბავშვობა გაიხსენეთ თქვენი ლავი, უდარდელი. უკან გადავარდით ბატონო. არა, აზრობრივად. უკან გადავარდით თქვათ აი ესე 30, 20 წლით. გაიღიმეთ. ჩვენი აურელიანოც მასულა კი გითხარი მოხვალმე. აბა, ასე? ძალიან კარგი. ყურადღება. ვიღებ. გმადლობ. კლიმ, ფანქარი სად არის ჩემი? აქ უნდა არ არის. მან ქვითარი როგორ გამოვწერო? მე გათხოვ. თქვენსაც არ გაზდის? არა, უკვე აღარ. შექსივდათ ხალბატონო. არა, მადლობთ. ხლა გათვით? დიახ. თქვენ არასდროს არ უნდა შექსივდეთ. მოდამ თბილად უნდა იყოს. მინებეთ ხალბატონო. ესე იგი ხვალ არა, ზეგ მობრძანდებით 3 საათი. მადლობთ. კარგად გაგზავნებთ. კარგად. ნახავ. შესანიშნავი. ბოდიში. მობატიეთ. დაბრძანდით. მე დაბრძანდით. ესე. კარგი, თქვენ პასპორტისათვის თუ? არა, მე ჩემ თანამშრომელს მოვყევი. ეს თქვენ ბრძანდებით ხელმძღვანელი, ახალგაზრდა, ენერგიული, რომელმაც თამაზის სიტყვით ძალიან კარგად დაიწყო რა. დიდად სასიამოვნო. მოდი ერთი სიტყვი. კლიმ მეჩვენება თუ რა არის ეს? არა. როგორ გავს, კოპიოა, პირდაპირ კოპიოა, როგორ გავს? პირდაპირ საგვირელი. ეს მე? დიახ. ალბათ კინოფილმიდან. არა. აბა? წიგნიდან. დიახ, წიგნიდან. კლიმ, ხომ ზედ გამოჭრილი ჯანჯაკომოს სემინარიოა. არ გენიშნა, ეს რომელი? რომელი და პირველი შვილი, მარშალის უფროსი ძმა. არა, ბეტანკური, აბა, აურელიანო. იცით, მსგავსებას თუ დაუჯერებთ, თქვენ თამაზის არა გამოდიხარ. რა? პაპა. როგორ თუ პაპა? იმიტომ რომ, არა, აი მისმინეთ, ჯანჯაკომო ხო არიადნა კარასკოსაგან ხავდა. ვინ ჯანჯაკომო რა მარშალი? ვერაფერი ვერ გავიქცე. აი. ესე იგი თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხა. ტყუილი რა საჭიროა? ეს ნაწარმოებია ასეთი არა? ნაწარმოები. ბოდიში და ლიოსა, მარია ვარგასი, კორტასარი. მაშინ მომილოცავს. რას მილოცავ? თქვენ წინ ისეთი დიდი ბედნიერება და სიამოვნება გელი. რა სიამოვნება? პირველად წაკითხვის. შეიძლება თქვენ რამდენიმე შეკითხვა მოგცეთ. კი ბატონო, დაბრძანდით, აი აქ. მადლობ. გთხოვთ. მადლობ. გისმენთ ჩემო ბატონო. მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი თქვენთვის გისმენთ. მოცემულ ანკეტაში უმნიშვნელოვანესი ფუნქციონირება არ შეიძლება
გამოყენებულ იქნას ტრადიციულ შეკითხვათა ხერხემალზე დაყრდნობით. რაც თავისთავად დაკავშირებული იქნება ყოფა-ცხოვრებასა და საერთოდ ცხოვრების წესის გათვალისწინებასთან და მაშასადამე მათი ადგილი უნდა დაიკავოს გარემოს ურბანიზაციის კომპლექსური მაპატიეთ, მაგრამ მკითხეთ მე ისინი რა უნდა გითხოთ? ჯერ ერთი რა იცით, რა უნდა გითხოთ? არა, მე არ მithქვამს ვიცი მეთქი. თუმცა როგორ არ ვიცი კი? ვიცი, თქვენ უნდა შეისწავლოთ ჩემი თავისუფალი დრო და ჩემივე ყოფა-ცხოვრება მომავალი აღმავლობისათვის გონებასია რა. და მე ეს ყველაფერი ყოველგვარი შესავლის გარეშე რა თქმა უნდა, შესავალი არ საჭიროა. სხვათა შორის შესავალი უკვე ჩაატარა ჩვენმა თამაზე. კარგით. ესე იგი, თქვენ გიყვართ მხატვრული ლიტერატურა. შენ რა დასამალია და ძლიერ ბატონო, ძლიერ. ძალიან კარგი. რომელი მწერალი მოგწონთ? რომელი მწერალი მომწონს? დიახ. კლიმ, რომელი საათია? 4 სუკლია ჩარეკი. გესმით? 4 სუკლია ჩარეკი. ჩვენ მუშაობას 5-ზე ვამთავრებთ, ასე რომ მათ ჩამოთვლას ვერ მოასწრებ. კეთილი. მაშინ მიფასუხეთ. რას იზამთ? ბიბლიოთეკაში რომ დაინახოთ ვიღაც წიგნს ხევს. ეგ წიგნს გააჩნია. თქვენ მარტო ცხოვრობთ? არა, მე და ჩემი ძმა გრიშა კეჟერაძე. სხვათა შორის მესამე ძმაც ვყავს. ისა არაცა ორივე საგუჯობს, მაგრამ ჩვენთან არ ცხოვრობს, სოფელ დადის. იცით, როგორა მე და ჩემი ძმა თუ სამოთხრობე ხალხი ვართ, ის ძმა, რომელიც სოფელ დადის სარომანო, ასეთი. და ის რომელიც თქვენთან ცხოვრობს, იმასაც ასევე უყვარს ლიტერატურა? გრიშას? სიყვარულით როგორ არ უყვარს, მაგრამ ჩემსავე ძლიერ არა. არა, იმას ჰქონდა თავისი გატაცება და პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ უკიდურესობაში ჩავარდა, რადგან ყველას ემუსაიფებოდა განურჩეულად და მე გადასწყვიტა ჩუმად იყოს. ეხლა პიანინოებს აწყობს და ჩუმადა. ის ფაქტი, რომ თქვენ ლიტერატურა გიყვართ, ძალიან კარგია. ძალიან კარგია, მაგრამ მაგალითად რა დაშავა სახვითმა ხელოვნებამ. არაფერი ბატონო. ან და სუფთა ჰაერზე გასეირნება. კი ბატონო. ან დიდებული მუსიკის მოსმენა. ან და რადიოს მოსმენა, ტელევიზორი. მხოლოდ ეგ არა. არა, ტელევიზორი თავისი საინტერესო გადაცემებით მრავალფეროვანი თემაა. კი ბატონო, მაგრამ მე ან მაგალითად სპორტის რაიმე სახეობა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა. მოითმინეთ, მე მხატვრული ლიტერატურაზე მოგახსენეთ, რა? პოზიციური. ეს თქვენ ხო გააქვთ. და იმას მოგახსენებით. სპორტის, მაგალითად ჭადრაკი თავისი კლიმის საქმეა. კლიმ. დიახ, ისმენ. კლიმ, ეს გამომართ. საჩქარო, დიახ. თქვენს ნებასურვილზე რომ იყოს, ცხოვრებას როგორ მოაწყობდით? ჩემს საკუთარს? არა, გენაცვალე საზოგადოების. ეს მე მომეყურა თუ? თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ შეკითხვას ველოდებოდი. მართლა, გიფიქრიათ ამაზე? მეტი რამე კეთებია. კიდათ გიამბოთ. მოგძანეთ, მე გისმენ. როგორ მოვაწყობდი ბატონო და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენ. კი, მაგრამ ეს რა დესპოტიზმია? არა, დესპოტიზმისაგან ღმერთმა დაგვიფაროს. ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით. ეს იქნება კარცერი ლუქსი. როგორ თუ ლუქსი? მე მესმის თქვენი გაკვირვება სავსებით სამართლიანია, მაგრამ მაინც ასე იქნებოდა კარცერი ლუქსი, ესე იგი ამ წიგნების კარადებით სავსე, თაროებით, რბილი სავარძლებით და კოხტამაგიდებზე ნათურების სოკოებით და სხვა. ეს იქნებოდა კარცერი ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულისათვის. ახლა თქვენ გესმით, რომ ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში წიგნების კითხვა და ვინც თავის ფეხით შევა ამ ჩემს მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, ეს მისთვის იქნება უბრალოდ ოთახი ლუქსი. მრავალთათვის კი კარცერი ლუქსი. მე პური დამიგდეთ.
ვერ მიხვდი. ეხლა მე და ჩემნაირები, ესე იგი, როდესაც ლაპარაკობ ჩემნაირები, ეს მე და უთვალავი კლიმი, ქუჩა ვივლიდით. აი ვთქვათ, ქუჩაში კედელს მეხუდებია ორი ჯელი. დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან. არსად არ ეჩქარება, ფეხებზე კიდიათ რა დროა, ჩემო ბატონო, იქ გოგოებს წაუსვენენ, წაუღიღინებენ, ხანდახან ერთმანეთს პანგურსაც ამოვარტყამენ, იკრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები დაც და კარცერ ლუქში შევყავს. ძალით ეს? ძალის ძალათი შეიძლება ხელისამოტრიალებას დაგვჭირდეს კი. შედის მაშინ ეს ჯელი კარცერ ლუქში დგას, შტერივით იყურება. ახედაიქეთ ამ დაინახეს თაროები, კარადა, სავარძლები, მაგრამ ჯერ არაფერი. შემდეგ მიდის ქათქათა საწოლთან, წვება, იყურება, თვალი უშტერდება და იძინებს. ხომ? ახლა მისმინეთ, ამ დროს რომელიმე კლიმი გარეთ დარაჯობს. სკამზე ჩამომჯდარი, მუხლებზე გაშლილი წიგნი. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ჯელი იღვიძებს, იყურება აქეთ-იქით, შია ახლა რაკანას არ იცით. აი ამ დროს გარედან ეს რომელიმე კლიმი რა გნებავთ ბატონო, რა მოგართვათ ჩაი, კაკაო რძე? კაკაო იყოს, მაგრამ რატომ დამიჭირეთ? კითხულობს ეს, მაგრამ პასუხი არ არის. რამდენი კოვზი შაქარი? 4 კოვზი, რატომ დამიჭირეთ? ყველი რომელი გნებავთ იმერული, გუდის სულგუნი, რატომ დამიჭირეთ? პასუხი კვლავ არ არის. სიგარეტი გნებავთ? კი ბატონო, შეიძლება. ეს ჩვენი ჯელი ეწევა ამ სიგარეტს, ეწევა, შემდეგ ჭერში იხედება და რას ხედავს? ჭერი მოხატულია ანბანით. A, B, G, D, E, კლიმ, როგორი აზრია? მისმინეთ, შემდეგ მას სადილი, ვახშამი და თუ ახლა ჯელი ღრიალს მოხდა და ხელფეხის ქნება ატეხა, მაშინ უნდა უთხრათ თუ თუ გინდა გადაფურცლე რამე წიგნები კარადაშია. მანამდე არ გავანთავისუფლებს, სანამ კარადაში მოთავსებულ წიგნებს არ წაიგითხავს. ეს ხომ ძალადობაა. კონკრეტულმა პიროვნებამ საკუთარი ინიციატივით უნდა შეარჩიოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ღონისძიებათა რომელი მე თქვენ ყმაწვილ უსაქმურზე მოგახსენებთ. მე რა უფლება მაქვს ვინმე პატიოსთან ქიმიკოსს დაცო ხელი და კარცერში დავამხდიო ისე უციგნურ ქიმიკოსსაც თუ აწყინოს მამაძაღლიო გოდიშ ბაბადიო. კი, მაგრამ რომელიმე კლიმმა რაღა დააშავა, რა მთელი დღე უნდა იჯდეს იქა და უყარაულოს ვიღაც უსაქმო? მესმის, არა, მე თქვენ უკვე მოგახსენეთ ბატონო, რომ ესე იგი მას მუხლებზე წიგნი ექნებოდა გადაშლილი, ხო? და მე ყოველთვის შეიძლება ახლა ეს სცენარი გართობა, გონების გავარჯიშება. და როგორა ეს ბატონო? როგორ? ახლა აგიხსნი. კარგი ბატონო, აი ეს ჩვენი თამაზი ავიღოთ. რა თანამდებობა აქვს ახლა თამაზის? უმცროსი მეცნიერ თანამშრომელია. კარგი, აქამდე ვინ იყო? ლაბორანტი. დააწინაურეთ, არა? აჰა, გასაგებია. ამ შემთხვევაში სიტყვა უმცროსი დაწინაურებას ნიშნავს, ხო? კი. და იხედავთ საგულისხმო გამოთქმას მივიღებთ. გავაუმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ეხლა უკვე საწინააღმდეგო მაგალითი ავიღოთ. თქვათ, თამაზი ისევ ლაბორანტია. როგორ გამოთქვამდა თავისი პირი თამაზი? ისევ ლაბორანტი გავხდი. არა, რომ ჩამოაქვეითეს, ისიც უნდა იგრძნობოდეს, ხო? ისევ ლაბორანტად ჩამომაქვეითე. მოკლედ? ლაბორანტად ჩამომაქვეითე. უფრო მოკლედ. ჩამომაქვეითე. ლაბორანტი სადღაა? ერთ სიტყვით ისე უნდა გამოვთქვათ, რომ ლაბორანტობაც და ჩამოქვეითებაც იგრძნობოდეს და გამოიხატებოდეს. არ შეიძლება ასე? თქვენ ფიქრობთ, რომ არ შეიძლება, არა? აი მე მოგახსენებთ რა გამოვა. შესანიშნავ სიტყვას მივიღებთ, მომისმინეთ? ჩამომალაბორანტეს. არა. ერთი სიტყვით შეუძლებელია ეს. მე გითხარი, ჩამომალაბორანტეს. აი ასია, ასე გაერთობოდა რომელიმე კლიმი. ლიტერატურას როგორღა შეარჩევდით ეს? თავიდან? კლიმ. თავიდან ჯანდაბას როგორც უნდა თვითონ შეარჩიოს.
იქნება ეს ნუ რა გითხრათ ნიანგი დასტათაგინძული ნიანგი სიმენონი თუ სკეჩები მაგრამ ისე ჟულ ვერნის დაწყება კი ყველაფერს ჯობია არა ჯერ მაგიდასთან დაჯდომა უნდა ისწავლოს მაგიდის ფეხქვეშ ფეხების შეკეცვა მაგიდის ქვეშ შემდეგ ციგნის გადაფურცვლა სარჩევის თვალიერება და აი შემდეგ უკვე მივაწვდიდით თანდათან კლიმ რას სამი მუშკეტერი მარკ ტვენი სწორია ოჰენრის შემდეგ წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები ორი კაცი მომაწოდე ჯეკ ლონდონი ჰიუგო მშვენიერია აი ამის შემდეგ კი ოდნავ ამოვასუნთქებდით აივენგო უთავო მხედარი ხომ აბაკლიმ ეხლა ის დიდი მწერლები უბოძოთ რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან ჩეხოვი მერიმე ერთიც მოპასე ძალიან კარგი და აი ეხლა დგება მაბატიეთ ეხლა დგება რისკის გაწევის დრო რაიმე ძნელი მაგრამ რომანი მაინც არა რომანი ნამეტანი იქნება რაიმე უფრო ისეთ თუნდაც მოთხრობა იყოს მოთხრობა შეუგდოთ ხო სიკვდილი ვენეციაში ой მე რას ამბობ ეგ ნამეტანია რაღაც ისეთი ცოტა ძველმოდური დიკენსი ხო დიკენსი კარგი დავიდ კოპერფილდი შესანიშნავი ვითომ ხრასაკვირველია ხანდახან ჭრილში დიკენსი დიკენსი ხანდახან და აქაიქ ტოლსტოი არა იცით რა მე ვფიქრობ მწერლების ჩამოთვლას აზრი აღარ აქვს და ის სანამდე მივედით მისმინეთ ბატიფცემულო ეხლა უკვე უნდა შევხედოთ ჯელს სახეში და თუ საკმარისათაა ჩაფლული გაუშვებთ. როგორ მიხვდებით ამას? გამომეტყველებით. როგორ თუ გამომეტყველებით? დიახ, გამომეტყველებით მიხვდებით აუცილებლად. არა, კი მაგრამ მე რა გამოვა ამით? როგორ რა გამოვა? აი რა გამოვა? გამოვა რომელიმე კლიმი. ამით რა გამოვა მე? რომელიმე კლიმისაგან? მეტი რა უნდა გამოვიდეს დალოცვილო მივიღებთ კაცს ვისაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. კაცს რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა. დიახ. ამით რა გამოვა? მოიცათ მე ახლა უკვე ცოტა დავიბენე არ ესე იგი ნუ თუ ამასაც ახსნა სჭირდება. ბრძანეთ მე გისმენთ. ცადოთ? დიახ. კარგი ბატონო, ცადოთ. მაშასე ჯერ შევეცდები მარტივად აგიხსნათ. ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ. უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. და მე საერთოდ თანდათან ვწმუნდები, რომ ადამიანისათვის ჭკუა აუცილებელია. ეხლა შედარებით რთულად აგიხსნით. აი არ შეიძლება ხანდახან ძილი არ გაგიტყდეს და ბნელი ღამით უერცრად გაგვიძებულს უცნაური განსხვავებული სიცხადით წარმოგიდგებათ სიკვდილი რომელიც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ეს ერთადერთი რაც დანამდვილებით იცით მაგრამ თქვენ მისმინეთ აი თქვენ რას აკეთებთ როგორ იქცევით ამ დროს ხალხში? ხმაურით იღვიძებთ, ფრუტუნით იბანთ პირს, საუზმობთ, ერთმანეთს ხვდები და ზოგი უფროსი ბრძანდები და ზოგი უმცროსი. არ არსებობს მხოლოდ ტოლი. ეს თქვენთვის მისალოცთათვის მისალოცი ხომ იცით ჩემებურად, რასაც ნიშნავს, ვისაც წინ პირველად საკითხვის მრავალი ბედნიერება აქვს. მაგრამ ჩემთვის და ჩვენნაირებისათვის და კლიმებისათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ მაინც აბა რამ გაგვიყო მითხარი, მიწოდეთ მე ბატონო, მიწოდეთ ამ ფოტო კაბინეტის დირექტორი და იმას კიდევ მისი თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა და დაწინაურება სრულიადაც არ ვცდილობ. და სხვათა შორის სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, იმიტომ რომ მრავალჯერ მომკვდარ ვარ და საერთოდ ყველაფერი მოგვიცდია. მაინც რა არ გადაგხვდენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კაცო. რამდენი ქალი გვყარებია. ვინ არის ჩვენთან ეს მარანია და ტენორიო?
ეს ჩვენა ვართ, რაცა ვართ, მთავარი. მე და რომელიმე მკლიმი, დონჟუან მკითხველები. რანაირი ხაქალი არ ყარებია. აი ისა, რა ქვია, ნატაშა. ჩვენი საყვარელი ნატაშა. პირველ სამწიგში თავდავიწყებით, მეოთხეში რა ვქნა და ისე აღარ სონიჩკა მყარებია, უსპეტაკესი, მაგრამ ლაფშია მოსვლილი ანტონია. ეს ჩემი საბრალოა. უცნაურად წვავეთ რაღაცნაირად ის. სელინა კვამლში აცეკვებული და ჩვენი მზია ჭინჭარაული ხევსურისკარი. კატას 9 სიცოცხლე აქვს და მე რომელსაც ასე მიყვარს ყოველივე ეს. და იცით რა? კაცმა არ იცის. აი ხომ დიდებული რამ არის ეს თვალი? დიდებული რამ არის, მაგრამ სულ სხვა ფანტაზია, ასყურა და ასთვალიანი. და იმას გეუბნებით, კაცმა არ იცის ვინაა ჭეშმარიტად პერუსა და ნიგერიაში ნამყოფი. მე თუ რომელიმე ჩიბუხ გაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა. კილოგრამის ნიგერია საიდან იცით? ნიგერიაში ჩემო ძვირფასი მეგობარო 3 კარგი წერალია: შიონკა, ჩინუა, აჩებე და გაბრიელ ოხარა. არა, იყო მკითხველი ეს სასწაულია. ეს ის არის, აი როცა შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სრულიადაც არ იყოს ზედმეტი. ეს სასწაული მეცაც გეტყვით. ზედმეტი კი არა აუცილებელიც ხარ. რატომ? იმიტომ რომ ავტორმა ინება. რა ინება? რომ ტომარაში იწვე. რატომ ინება? იმიტომ რომ აღწერა ბატონო. იცით, თავი მოგაბეზრეთ არა, მერცაც გეტყვით, არსებობს რაღაც საერთო ამ წიგნის კითხვასა და ღვინის მას შორის, თითქოს უცნაურია რა. მე მგონი ეს ისაა, რომ ორივეს პიროვნების თავისუფლებასთან მივხვევართ, ოღონდ ერთი მიშვებული, აგდებული, ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული. მეორე კი პირიქით შემართული, გამოცდილი ყოვლის შემძლეა, ამაღლებული. რა სიამოვნებით გამოვამწყდებდი ლოთებს ამ ჩემს კარცერლიუქში და იმათ კი მსხვილ ვაჭრებს მივაყოლებდი. წვრილ ვაჭრუკანებს კი არა, მსხვილებს და იქამდე მეყოლებოდნენ გამოკეტილნი, სანამ შულის ნუკრის საკითხვისას შულის წვადები კი არ მოაგონდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ უფრო მთავარი. ორა გულშემატკივარი ვარ მათი, თქვენ ხომ არ იცით? იცით რა გითხრათ, ნუ მიგაჩნიათ ისინი ბედნიერად, მეგობრებო, ნუ მიგაჩნიათ და რაც მთავარია, ნუ გშურთ იმათი, იმიტომ რაც არ უნდა მაღლა აწიონ ცხვირი, რაც არ უნდა გაბღენძილნი და თავხედნი იყვნენ, მაინც ყოველი დღე ჩაშხამდებათ ხოლმე, იმიტომ რომ დაძინებამდე დაწოლისას ყოველთვის არის ერთი პატარა გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველა მიცის. ჯერ ერთი თქვენ რა იცით? რომელია დიდი მწერალი და რომელი არა. ამის დადგენას ხანდახან მთელი საუკუნეები სჭირდება. და მეორეც ერთი, რა იცით რომელია დიდი ნაწარმოები და რომელი არა? იცით რა, მე ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება. აი თუ ნამდვილად ღირებულ რაიმეს ვკითხულობ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მისმინეთ შეხედეთ მარცხენა ხელზე მაჯიდან იდაყვამდე აუცილებლად დამბურძგლავს. არ ჯერა. ხო, ხო. კარგით ბატონო. აი უცკირეთ. დონ კიხოტი. აი, ხედავთ? არა, მე თქვენი ვერაფერი ვერ გავიგე.
რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ? აი მაგალითად საყვარელი მწერლების დასახელებისას რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ? თქვათ, იცავთ თუ არა რაიმე ქრონოლოგიას, ან და მაგალითად ალფაბეტს? უიმე ეს რა თქვა. კლიმ გაიგე რა თქვა. უმეტესად ჩემო სად სიყვარული და სად ქრონოლოგია. არა, ეს მართლა რა მისალოცი ყოფილა ვიღაცა ახლა. მისალოცი არა, საერთოდ აქედები ოლიმპიური ჩემპიონი. ცოტა არ იყო სავაზიანობაც მოითხოვ. და ბოლოს რა გააჭირეთ ამ თქვენი ლიტერატურით საქმე? რა, აბა ეგრე თუ არის მე შემიძლია ჩემს სპეციალობასა და მის დიდებულ წარმოადგენლებზე მოგახსენოთ. მოგახსენეთ ბატონო. აბა თუ ხსმენიათ როდესმე აი ესეთი გვარები. როგორი? მაგალითად ემილ დურქჰაიმი, მაქს ვებერი, პარსონსი. კარგით, ლიტერატურას. არა, მე კიდევ გავაგრძელებ. რა ხსმენია თქვენ კიდევ მაგალითად შეპანსკიზე, შემდეგ ბეკერი, პიტერი სოროკინი. ბატონო, კარგი ლიტერატურას თავი დავანებოთ და სხვათა შორის თქვენ გავიწყდებათ, რომ მე ლიტერატურათ მცოდნე კი არა ვარ, არამედ ფოტოგრაფი ვარ და მაგ რიხით დასახელებულ გვარებს ფოტოგრაფიის კორიფეთა ჩამოთვლით გაგიბათილებ. დიახ, აბა ერთი მითხარით, რა ხსმენია დიდ ლუი დაგერზე, კარლ ცეისისა და იოფისის მიღწევებზე? ან რა ქვია იმას როჩენკოს, მიკულინის, ოცუპის, გურამ თიკანაძის რომელი ნამუშევრები მოგწონ? აი ხედავ, მე ვცდილობდი ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის მისალოცთათვის ჩემი უპირატესობა და ამიტომ პოეზიაზე კრინტიც არ დამიწყდა. პოეზია, დიდი ამბავია თქვენი პოეზია. ჩუმად ვიღაც მღერის მთაზე რა ძალა ამ ტკბილ ხმაში არსად ისი არ მღერიან როგორც აქ ამ ქვეყანაში არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისი არ გადმოგვხს უკმარობის ნიაღვარი და არსად მთელ ქვეყანაზე არ ყოფნიან ისე ვნებით, ისე ჟინით, ისე ცაცხლით და იმგვარი გატაცებით ვერსად ისე ვერ ვინ გაგხვას გამოუცნობ ცაცხლის ტბაში როგორც ლერწამ ქალწულები აქ ამ წარმტაც ქვეყანაში და მეტლევ თუ მათალებს ვერ ვეღირს ეგეთაყვანე საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე მას გარეკებ ცხენების სადმე შორს გამაქანე გარჩენილი ვარ ქვებში კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩები შემართულია ფეხზე ჩახმახი და უსიკვდილოდ ვერ გადურჩები ნეტავს სადაქვს ამ ზვარებს ბოლო ამ და ვინ დარგვამდენი ვაზი სულაც არ მქონდეს ნეტავს სამშობლო ან და არ იყოს ასე ლამაზი გაგიჟება ჟობს თუ გათავდა ლექსის მადანი და თვალთა დათხრა თუ მზეს ქებით ვეღარ შევხედავ ლექსო გულიდან ცაცხლად რომ ხარ ამონატანი ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუაღამე იწვის დნება სიო სარკმლით მონაქროლი ველთას ხაბარს მეუბნება რა იციან მეგობრებმა თუ რა ნახველს იტევს გული ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული და რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს როცა ჩვენ გავჩდით ამ ქვეყანას ქუჩაში ტვერში წაიქცა ბავშვი ნუ კრის თვალებით თმით მიმოზებით და მწუხარების მალე ნიავში მოფრინდნენ ლურჯი ანგელოსები შეშლილი ქუჩით კიოდა ქუჩა შორს კი მზეს ჩანდა და მშობლის კერა მზეზე ყვაოდა სოფლად ალუჩა და გაისმოდა დების მითხარი რა შეიძლება იყოს ამაზე სასარელი რამ ამაზე იდუმალი ქუჩაში ტვერში წაიქცა ბავშვი წაიქცა და კვლავ წამოაყენებენ ბავშვობაში ჩვენ ვინ არ წავხსებულვართ მაგრამ დადებითი გამლელების მეშვეობით კვლავ წამოუყენები ვართ კლიმ გაიგე ეს რა თქვა
ეს რა თქვა ეს რა საშინლად თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს? რატომაც არა? კლიმ გავარდი 23 ნომერში ვანოსთან და მაგნიტოფონი გამოვართ. ეს სიტყვები აუცილებლად უნდა ჩავიწერო. გესმის მაგნიტოფონი. ნახევარ სამეფოს მაგნიტოფონში ვაძლევ. წადი, კლიმ. არა, ნუ შეაწუხებთ ჩვენ ისედაც მივდივართ. მოიწმინეთ თქვენ ხომ დამპირდი? თქვენ ხომ დამპირდი? თავი დამანებეთ. მოიწმინეთ, მაშინ სურათი მაინც გადაიღეთ. არავით არ შემთხვევაში. იცოდეთ, ჩემი კოლექციისათვის ეს იქნება საუკუნის სურათი. ჯან ჯაკომო, სემინარიო და აურელიანოს ხელი გასწავლამდე. არ არის.